პარტია გახარია საქართველოსთვის ინფორმაციით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანია არასამართლიან ქართულ ოცნებაზე მორგებულ არაკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს. Როგორც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაზა თავაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქართული ოცნება დაშინებით და ზეწოლით ცდილობს გახარია საქართველოსთვის შეთანხმებულ რამდენიმე კანდიდატს უარი ათქმევინოს არჩევნებში მონაწილეობაზე. ამასთან მათივე თქმით, ქართული ოცნება ზეწოლის დაშინების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით კვლავ აპირებს გააგრძელოს არჩევნების პროცესის გაყალბება. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი დაკავებულია, საჯარო სამსახური გაწმენდილია მათთვის მიუღებელი საჯარო მოხელეებით, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დიდი ნაწილი პოლიტპატიმრებად აქციეს. მესამე, დამკვირვებლები და მედია მკაცრად შეზღუდულია. ჩვენი ინფორმაციით, სკოლის და ბაღის მასწავლებლებს აიძულებენ ჩაერთონ საარჩევნო აგიტაციაში და ასევე გაყალბებაში. რიგ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში, მაგალითად, როგორიცაა ჩოხატაური, ბაღდათი, ნინოწმინდა, ქობულეთი, ფოთი, ლანჩხუთი და კახეთი, ფიქსირდება სხვადასხვა სახის ზეწოლები. რეჟიმი ცდილობს უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს უარი ათქმევნოს კანდიდატობაზე.